პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა გიორგი დანელიას 57-ში, სადაც საცხოვრებელი ტიპის სამშენებლო კორპუსი შენდება. ადგილობრივების თქმით, სამშენებლო პროცესის დასაწყებად კლდის დიდი ნაწილის გამონგრევაა საჭირო, რაც სიცოცხლისთვის ისედაც საშიშ ზონას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. ირკვევა, რომ პროექტს იდეა დეველოპმენტი ახორციელებს, რომელიც ალექსანდრე თავხელიძეს ეკუთვნის. ადგილობრივებს აქვთ გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნა, რომლის თანახმადაც ეს ადგილი მაღალი რისკის ზონაა, სადაც მოსალოდნელია გრავიტაციული პროცესების ჩასახვა და გააქტიურება. ადგილზე მშენებელი არ ჩნდება, მაგრამ ადგილობრივების ინფორმაციით სამშენებლო კომპანიას მერიისგან აქვს ნებართვა. მათი თქმით, ნებართვა გაყალბებულია. ადგილობრივებმა მიმართეს მერიასაც და სასამართლოსაც და ითხოვენ კლდის ჭრის და მშენებლობის შეჩერებას. ფორმულამ კომპანიის ნომერზე დარეკა, თუმცა მათ გაყიდვების ოფისისკენ გადაგვამისამართეს, რომელიც მეილის საშუალებით ითხოვს კითხვის გაგზავნას. კომპანიის ნომერზე კი ჩვენს ჟურნალისტს აღარ პასუხობენ. ვაპროტესტებთ იდეა პანორამას მიერ უკანონო მშენებლობას. ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დასკვნა, რომლის მიხედვითაც აქ კატეგორიულად იკრძალება მშენებლობა, ეს არის წითელი ზონა. უკანონო საბუთების გამოყენებით მათ იდეა პანორამამ მოიპოვა მერიიდან უფლება და იწყებენ მშენებლობას. არის საფრთხე იმისა, რომ უზარმაზარი კლდის მოჭრის შედეგად საფრთხე შეექმნება ჩვენ საცხოვრებელ სახლებს, კერძო საკუთრებას. არის საშიშროება ბზარების გაჩენის, არის საშიშროება ამ კლდის ჩამონგრევის, ამიტომაც ყოველივე აქედან გამომდინარე ვითხოვთ სწორ რეაგირებას. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მზად არიან სასაუბროთ მოსახლეობასთან. კაციშვილი არ გამოჩენილა, აგერვთ გავართ ჩვენ იმ დღის მერეს, თვენახევარი უკვე გარევთ გავართ. 40 მეტრამდე შემოდიან, კლდე უნდა ჩამოჭრან 40 მეტრი, უნდა აშენოთ 15 სართულიანი კორპუსები, როცა იქამდე 3 წლის წინ მერია კერძო სახლების მშენებლობის უფლებას არ იძლეოდა. კომპანიის გეტყვით, აქვს საბუთები, როგორც ინფორმაცია მაქვს, ყველანაირი საბუთები აქვს. უსაფრთხო ადგილია მშენებლობისთვის? ეგ უკვე შეგიძლიათ მივიზადოთ ოფისში, ან შეეხმიანოთ, კონტაქტზე არიან, ყველაფერს საბუთს გადმოგიგზავნიან თუ რამე გჭირდებათ.